ხავს დავით მჟავანაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი, რომელსაც ასევე მივესალმები. გამოდერი იქედან, რომ სულ რამდენიმე წუთის წინ დააკავეს მისი პარტიის ლიდერი. იცით, რომ ნიკა მელიაც არის სწორედ ამ კოალიციას ცვლილებებისთვის წევრი. თბილისის საქალაქო სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე კოალიციას ცვლილებების ლიდერს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და ამით მოსამართლე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სასამართლო ხმაურიანი გამოვიდა. იცით, რომ ნიკა მელიამ თუ არ გინახავთ ეს კადრები ნახავთ ალბათ, სადაც ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა. და ისიც იცით როგორ მოხვდა ის სასამართლოში, ამბობდა რომ სასამართლოზე არ გამოცხადებოდა და გუშინ როგორც ნიკა მელი ამბობს, პოლიცია უბრალოდ გაიტაცა ქუჩიდან. არ ვიცი ხა ამ თემაზე რა უნდა ითქვას, მე დღეს პოსტის დავწერე. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაწერა რომ დაკავებული არის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის და შეურაცხყოფის ბრალდებით დაიჭირეს გუშინ ნიკა მელია. ანუ ეს რაღაც როგორი ბრალდება, იცი რომ ყველა ჩვენგანი შეუძლიათ ამ ბრალდებით დაიჭიროთ. მაგრამ მოდის პოლიცია გაჩერებს, ანუ რატო გააჩერეს არავინ არ იცის. 110 მანქანით გააჩერეს, მოდის გაჩერებს, რაღაცას გეუძდელოს შეიძლება პოლიციელი, რაღაცა უხეშად მოკიდეს ხელი, ენას თუ შეუბრუნებ, გეტყვის მორჩა წინააღმდეგობა, ან ესეც რომ არ ქნა და ენა არ შეუბრუნო, სასამართლოში იტყვის რომ მომაყენა შეურაცხყოფა და დამთავრდა, ვერაფერს ვერ ამტკიცე. პოლიციელის სიტყვა არის კანონი. და შესაბამისად, აი ყველა ჩვენს ახლა რომ მომდეს დაკავება, იტყვია რომ გავაჩერეთ, შეგვაგინა, წავიდა ციხეში ადმინისტრაციული პატიმრობით. საოცარი ამბავი. თანაცამყარის ფუნქციები ამოვდივარ და მეც მინდა ორი სიტყვა თქვა, ეს მეთოდი საერთოდ აი ნოდარ დუმბაძესაც კი აქვს აღწერილი რაღაც იუმორისტულად რო აღწერს საბჭოთა კავშირის დროს. ვიღაც ადამიანს ყველა რომ მიიყვანენ მილიციაში მაშინდელი მილიცია ერქვა მაშინ უბრალოდ ეს სულ დედას მაგინებდა გზაშიო ესე მაგითო დავაკავეო ანუ ეს რომ პოლიცია შეაგინა ნუ ეს არის აი რომ იტყვიან ადამიანის დროინდელი წარმომადგენელი რაღაცის ჩადება კიდე და კი რაღაცები ჩაგდება ანუ არაფერი ახალია სულ უკეთ ჭირდება ჩემი დაკავება ადმინისტრაციული წესით იტყვიან შემაგინაო მე ამტკიცე რომ არ გიგინები და თუ ეხა შენ დაღუპვა უნდა ჩაგიდები რაღაც ნარკოტიკს იარაღს ანეკდოტივით კი იყო ასეთი ცნობილი ამტკიცე რომ არ ქონია იყო ასეთი რუდოლფ ფაბელი უკაცრავად სტუმართან ცოტა ხიდამასაც მოყვებს ისეთი ცნობილი საბჭოთა მზვერავი რაღაც კგბ-ს გენერალი და რომელიც ეთელზე შემთხვევით ქუთაისში იყო ჩასული და ამ შემთხვევით გამოვიდა რაღაც სულუკად ჩაცმული არ ეცვა ფორმა ნამდვილი ამბავია ანეკდოტები ნამდვილი ამბავია როგორც ამბავია დააკავეს ვიღაცამ რაღაცას გაბრაზ და დააკავა და მიიყვანა იქა და უბრალოდ ეს რაღაცა შარდავდა ქუჩაშიო და უბრალოდ რაღაცა შეხედა და ეს არის ამდა ამას არა უკიო კაცო კიო და დაიჭირეს და მე ნუ ამას მოყვა დიდი სკანდალი ცხადია და ანუ ზოგჯერ ასეთი კურიოზებიც კი ხდებოდა, მაგრამ ის თქმა მინდა რომ ეს ცნობილი მეთოდია, რაღაც შარის მოდება თუ უნდათ დაკავება ვიღაცის. კი ბატონო, დავით კიდევ ერთხელ მოგესალმები. დღეს სასამართლოსთან მოდიხარ როგორც ვიცი, იქ იყო და რა შეეშთავიშლება როგორია სასამართლო. კი, ესწრებოდი სასამართლოს. ერთს ვიტყვი რომ სწორს ამბობთ რომ მაგ მუხლი შეუძლიათ ნებისმიერი დააკავონ, როგორც მელია შემთხვევაში მართლა ეგეც არ ყოფილა, იმიტომ რომ ზუსტად ვიცით უკვე დაზუსტებით რომ სახლიდანვე მიყვებოდა მას მანქანა პატრულის ეკიპაჟი გადაადგილდებოდა გარშემო და რაც ის ხმაც კი ისმოდა რომ ობიექტი მანქანაშია ერთმანეთს ამ რაღაცებს აწვდიდნენ ამ ინფორმაციას და ლისის ტერიტორიაზე ისეთ ადგილას გააჩერეს სადაც კამერებიც არ იყო მანქანაში რაც იყო კამერები მელიას და დაცვის მანქანაში ისინი მოლეწეს და გადაყარეს რომ რამე კადრი არ დაჩენილი იყო თავის სამხრეთ კამერები ხო არავის არ ქონდა იმიტომ რომ სამოქალაქო ფორმაში იყვნენ ჩაცმულები რა ანუ ეს რამდენი მანქანა იყო 13-14 მანქანა იყო დაახლოებით ჯამში იყო 150 კაცი იმიტომ რომ მიკროავტობუსები და ჩვეულებრივი მანქანები მელია კაკოყაჭავი რაღაცა არსენოვაშვილი ეგოდა სასწაული დაატრიალეს ხო და ნუ ხო ეხა ეგ ფორმალური მოდავებაც საერთოდ გაპარია მაგრამ ჩვენი ღმაწმენით ეს იმიტომ გააკეთეს რომ ეშინიათ მათ იმ რაღაცა ერთი იმის რომ მორალური უპირატესობა არ აქვს და იციან რომ რასაც აკეთებენ ეს ჩანასახშივე აბსურდი და მცდარია და თან მათ რა ვიცი მელიასთან ეთყობა ინტერაქცია ნებისმიერი სახით იქნება ეს სიტყვიერი თუ რა ვიცი მისი დაკავება და ხელის მოკიდება და წაყვანა ეგეც კი მათთვის რაღაც სირთულეს წარმოადგენს ჩვენ ვიცით მათ შორის აი იმ კომისიაზე ვინც მივიდა თავის დროზე გახარეს პარტიიდან კარგად აღწერა თუ რა პრობლემა ქონდა შექმნილი ქართულ ოცნებას თავის დროზე როდესაც მელიას დაკავების გადაწყვეტილებას იღებდნენ 2021-ში და როგორი ბზარები იყო და როგორი ასე ვთქვათ გახეთქილება იყო და როგორც ჩანს ეხა ამის ან შეეშინდა თან რაღაც ამას თავი არიდეს და გააკეთეს ის რაც გააკეთეს ბანდიტური გატაცება იყო თუმცა ნუ მელია ხნედარი ნებისმიერ შემთხვევაში მზად იყო ის ამისთვის და მთელი კოალიციაც ამისთვის მზად იყო არ არის ეს
მოულოდნელი ჩვენთვის მიუხედავთ იმისა, რომ ესე ბანდიტურად მოიქცნენ და გაიტაცეს და ის რა ნაბიჯიც გადადგა, მისი ღმერთმენი და ჩვენი ღმერთმენით არის აი ერთადერთი სტრატეგია ასეთ შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება რეჟიმი დააზიანოს, დააფრთხოს და ეს რაღაც მორალური უპირატესობა, რომელიც ჩვენს მხარეს არის, ჩვენს ესე იგი წინააღმდეგობის ოპოზიციის და დემოკრატიული, ვთქვათ, ჯგუფების, ეს რო გამტკიცდეს და საბოლოო ჯამში რაღაცნაირად ეს გაიღვეს ის წრე, რაც ივანიშვილმა შექმნა. ამიტომ ეს იყო განზრახული წინასწარ და ეს იყო კარგად დაფიქრი ნაბიჯი და დარწმუნებული ვართ, რომ ამას მოყვება შესაბამისი შედეგები ოცნების საზიანოთ. გასაგებია, მოდით შეკითხვას დავსვამ არა დისკუსიასავით შეიძლება გამოგვივიდეს, იმიტომ რომ კი გასაგებია რომ მეც მაქვს ეს განცდა, ალბათ ერამ შენ და ყველა ჩვენ გას, ვინც კი მეტნაკლებად ამ პროცესს გულშემატკივრობთ, ამ პროტესტს გულშემატკივრობთ და მონაწილეობთ ზოგი რაფორმით, რომ ეს მორალური უპირატესობის შეგრძნება, იმიტომ რომ უსამართლობის წინააღმდეგ ვართ. ხო, ეს უსამართლობა ძალმომრეობის ძალადობის და ნუ რა ვიცი ახლა რაც კი შეიძლება სახელმწიფოზე ცუდი თქვა და ხელისუფლებაზე ყველაფერი შეგვიძლია ეს განცდა ნამდვილად გვაქვს მაგრამ აქ მნიშვნელოვანია იმას აი ვინც ამ ხელისუფლების მომხრეა იგივე ის ძალოვან სტრუქტურებს იგივე იმ პოლიციელებს აქვთ კი ეს განცდა რომ აი ამ პროტესტისში მონაწილე ხალხს მათ წინაშე აქვთ მორალური უპირატესობა მათ აქვთ რაღაც დანაშაულის შეგრძნების მაგვარი თუ ისინიც გძნობენ თავს მყარად მე მეჩვენება რომ ჯერ არ არის იქ ეს მორალური ბზარები დიდი. ეს განცდა საყოველთაო ხასიათის რო არ არის, ალბათ ეგ პრინციპში მაგაში გეთანხმებით, მაგრამ აგრეთვე ისიც ჩანს, რომ ეს თლად აგრეთვე არც ის განცდა არ არის საყოველთაო, რომ ისინი არიან ძალიან ძლიერები და მორალური უპირატესობა აქვთ. მათ შორის ახლა 1000-მდე თანამშრომელი გაათავისუფლებს ხოლმე საჯარო სექტორიდან ბოლო რამდენიმე თვეში ზუსტად იმიტომ, რომ რაღაც წინააღმდეგობა გაწიეს. გარდა ამისა, იქ არის კიდე ხალხი, რომელიც არ გაუთავისუფლებიათ, ან ვერ გაუთავისუფლებიათ, მაგრამ ისინი იზიარებენ ამ სულისკვეთებას. გარდა ამისა, ხო, აი ეს მხოლოდ მათკენ მიმართული ნაბიჯი არ არის მნიშვნელოვანი არის საერთაშორისო იზოლაცია მათ შორის რომელშიც ქართული ოცნება მოქცეულია და რომელიც ქართული ოცნებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაულახავი პრობლემა ჩვენი ღმერთმენით მათ შორის ოცნების აი ეს ნაბიჯები რასაც ეხლა დგამენ მელიასთან მიმართებაში ჯაფარიძესთან თუ ნებისმიერ სხვასთან ვისაც აპირებენ ხო ეს არ დაეხმარება ოცნებას ამ იზოლაციის განმავლობაში, ეს არ დაეხმარება ოცნებას იმ პრობლემების გადაჭრაში, რაც მათ შექმნილი აქვს, ხო, ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, რაღაცა როგორც ქვეყნის შიგნით, როგორც ქვეყნის გარეთ. ამიტომ, ხო, არსებობს ეს შეკითხვები, გასაგებია, რომ ეს უცაბედი შედეგი ამას არ მოყვება, რაც მაგალითად მელიამ გააკეთა, ჯაფარამ გააკეთა და გასაგებია, რომ ხვალ შეიძლება ოცნება არ ჩამოიშალოს, მაგრამ ეს არის ჩვენი აზრით ერთ-ერთი სწორი გზა. მორალური უპირატესობით ამ რაღაცა უკომპრომისო და გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც ადრეს მოჰყოლია შედეგები ქართული ოცნებისთვის საზიანოდ და ახლაც დაწუნებულად რომ ასე მოხდება რა და ხო ეს განცდა არ იქ შესაძლოა არ არის საყოველთაო ოცნებაში მაგრამ არც ის განცდა არ არის საყოველთაო რომ ისინი ახლა კარგად გამოიყურებიან და არაფერი პრობლემა არ აქვს მათ შორის ეს სანქციების მათ შორის ეს რაღაცა დასჯა რაც მათი ხდება და მათი წევრების განსაკუთრებით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მე მგონი უკვალოდ არჩება და ეს ჩანს კიდეს თუ ვინმე დასაქცირებული იყო ყველა გაუშვეს ხელისუფლებიდან და ეგ რაღაცა ხაზი არის მე პირადად გითხრათ სიმართლე უფრო ისეთი შეტაბეჭდილება მჯერა რომ აი ხელისუფლების აი საშუალო რგოლებში იმდენად ეს ბრალეულობის და დანაშაულისაც მორალური უპირატესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ იგივე 9 აპრილის მერე ეროვნულ მოძრაობაში კარგად მახსოვს რომ შეიცვალა ქვეყანა პრაქტიკულად ხელისუფლებას ჰქონდა დანაშაულის განცდა და რო ხედავდა წვერიან ადამიანს რო ხედავდა მაშინ იშვიათი იყო წვერიანი ადამიანი ქუჩაში ყველა იგონა ეროვნული მოძრაობის მონაწილე და ლავის აღარ იცოდა რა ეხლა პატივი როგორ იცოდეს ასე იგრძნობოდა მახსოვს მე თვითონ მახსოვს ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დამაკავეს კიდეც იქ პოლიციაში და რომ ისე ვიყავი პოლიციაში რომ მიმიყვანეს არის ბატონო დავიდა აქ მომძანდი და აქ დამძანდი და არ იცოდნენ პატივი რითი ეცათ რაღაც საარჩევნო კამპანიის დროს ანუ ეს მომენტი იყო ესეთი მომენტი არის უფრო იგრძნობა შიში ჩემი აზრით რომ ემან და იმ დასავლეთმა deep state-მა თუ რაღაც მასონებმა თუ ვიღაცა უბედურებებმა რაღაცა არ გვიქნა და არიქა და არ დაგვემხოს თავზე ყველაფერი ეს შიში არის ეს შიშები არის რაღაცა მაგრამ აი რამდენად ისინი დამნაშავედ და მნიშვნელოვანია ისე იგრძნონ თავი დამნაშავედ კი ამაში ხო არა ნუ პოლიციაში აშკარად არა აქვს ხა ყოველ შემთხვევაში ის საცხება აი რაღაცები და ხო ახალგაზრდების დაპატიმრება ხო ჩვენ ნახეთ რომ ხა ძალიან აგრესიულად იქცევა პოლიცია ანუ თითქოს თვითონაც მონდომებულია და ნახეთ ხო იქ გაგებულ თბილისის მოლთარო იყო აქცია ისეთ სიტყვებით ლანძღავდნენ ანუ ეს ვარ დაავალებდნენ ხა ლანძღეთ ხალხი რა თვითონ იყვნენ მოტივირებული რომ ავი ეგინებინათ ხალხი ლანძღათ და თქვენ რაღაცა ვიღაცის მაგრამ დაახლოებით იგივე მესიჯებს იმეორებენ რასაც ხელისუფლება
შესაბამისად იმ ხალხს, იმ ხარეს ვინც არის, ჯერ ალბათ როგორც ჩანს იმის, რომ აქ ხარეს ყველა მოსყიდული აგენტები არიან და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი ამას რა უნდა ეშველოს. ის გამოზარდეს იქ რაღაც რამდენიმე ათასი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც ამ ხრივ განსაკუთრებით აგრესიული და აქტიურია. მე ვერ ვიტყვი, რომ ეს საყოველთაოა ეს განწყობა და საპატრულო პოლიციაში ან ყველა უწყებაში ასეა, მაგრამ აი ესენი ვინც ექვემდებარება ამ ხარებებს და მსგავს ელემენტებს, ნამდვილად ისეთები არიან. უბრალოდ ხო, ნუ ეს უმრავლესობის განწყობა მე არ მგონია, რომ ესეთი იყოს, მაგრამ ესენი არიან, ვინც წინაპრაზე განან და ჩანან და აქტიურობენ. ხმა არავინ არ ამოიღო, ეხლა ნახეთ ახლა მზიამაღლობელი საქმეზე რა ეხება, ხო, ეხლა მათი ახლა პოლიციის უფროსი ერთად პოლიციური დგას და ლოყამეჭია და გამიწითლდა და რაღაცა ფუფუა მტკივაო და ეგ ამ მიზეზით უნდათ რომ 4-დან 7 წლამდე ჩასვან გოგო იმაში რა ქვია ჟურნალისტი ქალი ციხეში და ამაზე არავის რეაგირება არ აქვს ხო არ ვიცი არ უტყდებათ არ ვიცი თუ უტყდებათ არ ამბობენ და ნუ ასე შემდეგ მოკლედ ერთი მარნეულის ეპისკოპოსი გამიხმა ერთი რაც მეგავიგერო აი სირცხულია უმოლოს და მოლოს ეკითხა ეგეც მნიშვნელოვანი არის ეგეც რაღაცა არის მაჩვენებელი რომ მარნეულის ეპისკოპოსი თან არ არის მთლად უბრალო ეპისკოპოსი ხო და არც მაინც მხარდამჭერია ოპოზიციის მხარდამჭერი არა თოლა კონცევის მხარდამჭერია და ხო ნუ რაღაცა ეგ ეპისკოპოსი კი ვარ მომო თვითონ ძალოვანებში ამის მათთვის აი ცრუ მოწმეობა ისე დადიან და ისე აძლევენ ამ ცრუ ჩვენებებს თვითონ არაფერი კაი საქმეს აკეთებენ ხო, ეს მორალური ზღვარი გადალახული აქვს ნამდვილად. უბრალოდ ეს არ ნიშნავს, რომ ისე როგორც წინ მიქრიან, ეს ძალაუფლება მიყვებათ ისე, როგორც ყოველ თვაში ამას წარმოაჩენენ. ანუ ეგ განცდა მაინც არის ჩვენში, ოპოზიციაში განსაკუთრებით, რომ კი ესენი როგორც ხმაურობენ და როგორც წარმოაჩენენ ამ ყველაფერს და როგორც დემონსტრირებენ, ამის რესურსი თლად არ აქვს. განსაკუთრებით აი ეს საგარეო ფაქტორი არის მათთვის დიდი პრობლემა. ხა ეს მათ შორის სენატორი რომ ჩამოსულია და ხვდება აქ მათ მოუწიათ შეხვედრა მასთანაც. ხო ვიცით რომ ელჩს მაგალითად არ შეხვდა ივანიშვილი რამდენიმე კვირის წინ და რაღაცა ეს თავი აარიდეს. ეხა მოუწიათ შეხვედრა გზავნილიც მიიღეს და ეს გზავნილის დაახლოებით უწიათ რა ხა სათავისოდ გააპირებენ რომ აი ამერიკელი სენატორი დაახლოებით ვიცით რა გზავნილია და რამდენიც მე ვიცი თქვენი წარმომადგენლები შეხვდნენ თუ არა ხო დილით იყო მე არ მქონია ჯერ მაგათთან შეხება სასამართლოზე ვიყავი მაგრამ გზავნილი ვიცით დაახლოებით იგივეა რაც იყო წინაჯერზე მათ შორის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაჟღერებული რომ ეს ქვეყნის შიგნით აი კანონების შეცვლა პატივრების გამოშვება და ოპოზიციასთან დიალოგი ეს არის სამი მნიშვნელოვანი ხო ეს რაც გულისხმობს უკვე დეტალებს შესაძლებელია ხო ოპოზიციასთან დიალოგი მათ შორის ახალ არჩევნებსაც გულისხმობს და ისაც ესენი აკეთებენ მაგის აპირისპიროა და ხა რამდენადაც თქო თანხმედრაში მოვა ამერიკის ამახალ ადმინისტრაციასთან ამათი ქმედებები რთული გამოსასწნობი არ არის მაგრამ ჯერჯერობით მაინც ბუნდოვანება არის ამ საკითხზე და ამით რაღაცნაირად ფონს გადიან მაგრამ ეს მე მგონი დიდხანს ვეღარ გაგრძელდება კი ბატონო და მინდა ერთ თემაზე უსულოდ გადავიდე ეს არის თვითმმართველობის არჩევნების საკითხი თქვენი პარტია იყო პირველი ვინც გამოვიდა და თქვა რომ თვითმმართველობის არჩევნებს უნდა გამოცხადოთ ბოიკოტი ნაციონალური მოძრაობა აყვათ ამ ამბავში ნუ ჯერჯერობით ასე ჩანს ყოველ შემთხვევისთვის ლელო თავს იკავებს გახარია ფაქტობრივად ამბობს რომ ის მიიღებს მონაწილეობას აქ ჩვენ შორისაც განსხვავდება აზრი მე ვფიქრობ რომ არ ვიცი ნუ პარტიების მონაწილეობას ეხა ასეთ ვითარებაში აზრი არ აქვს თუ ამბობ ერთი მხრივ პარტიები თუ უტკიცებთ ხალხს რომ არჩევნები გაუკეთაო გააუქმა ივანიშვილმა არჩევნები ამ ქვეყანაში რომ გაუქმებულ არჩევნებში რაღა გინდა ხო ჩემთვის ლოგიკა გაუგებარია და ასე შემდეგ მაგრამ დათო პირიქით ფიქრობს და მოკლედ მოდი ჯერ შენ ახსენი რატო გააწყვეტა თქვენმა პარტიამ რომ გამოუცხადოს ბოიკოტი რას то ხედავთ ამას ერთადერთი გზად და მე დათოს დაუთმობა ასპარეზზე და კითხვებს დაგისვა ან აზრს გეტყო არა კითხვები აქ ან თავისა მე დათოს აზრით და ორი სიტყვით ამაზე რთულია თუ კამადია ხო მაშინ კი ბატონო შენი აზრით მოგვახსენე ჩვენ თავიდანვე ავირჩიეთ რეჟიმთან არათანამშრომლობის გზა მათ შორის ვარი გამოუცხადეთ საპარლამენტო მანდატებს არც დაფინანსება ავიღეთ არც პარლამენტში შესულვარს და არც კომისიაზე მისულვარს და როგორც იცით აი ეს მათ შორის მელიას და ჯაფარიძის დაპატიმრებაც ამის მიზეზი იყო ხო ეს ჩვენი ეს არის სწორი სტრატეგია ეხლა გასაგებია რომ რეჟიმი ამ წუთს ჯერჯერობით არ იხევს უკან და ჯერჯერობით არ პროტესტის მოთხოვნებს სრულად არ შეუსრულებია მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ ანუ ის რომ ჯერ ბრძოლა არ მოგვიგია არ ნიშნავს რომ ბრძოლა წავაგეთ ვართ პროცესში ეს არის მიმდინარე პროცესი და ამ პროცესში გონია აი ამ ხაზის აი ამ არათანამშრომლობის თანმიმდევრული გაგრძელება ხო ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ხა ამ მომენტში და ამ პირობებში ჩვენ აზრს ვერ ვხედავთ ერთი ყველამ უნდა იცოდეს რომ ჩვენ არა ვართ რაღაცა მოწოდებით ბოიკოტისტები და არ არის ის რომ არჩევნები ან გვეზიზღება ან იქ ან გვეზარება ან რაღაცა მსგავსი მოტივი გვაქვს პირიქით ანუ არჩევნებში ყოფნა ჩვენთვის და განსაკუთრებით რა ვიცი მელიასთვის და ჩვენი პარტიის ლიდერებისთვის არის როგორც რა ვიცი თევზი წყალში ყოფნა ესე არის ჩვენთვის საარჩევნო კამპანიაში ყოფნა უბრალოდ ამ პირობებში შესაძაც რაღაცა არათუ რაიმე არ შეიცვალა და მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა პროტესტის არამედ გაუარეს და საარჩევნო კანონმდებლობა გაუარეს და საარჩევნო პროცედურები უბრალოდ აზრს ვერ ვხედავთ
ვერ დავარწმუნებთ ჩვენ ვერავის რომ ეხლა ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნება, რა ვიცი, დაცული, გარანტირებული და იქ აისახება მოსახლეობის ხმები მეტნაკლებად სამართლიანად. გარდა ამისა, ხო, ეს იქნება ავტოკრატიის ნორმალიზაცია ჩვენი გაგებით, ხო? ის არანორმალური მდგომარეობა, რაც ეხლა ოცნებას აქვს შექმნილი ამ ქვეყანაში და ის რაღაც ავტოკრატიული სპირალი, რომელშიც ჩაეშვა, ჩვენი აზრით, აი ამ ყველაფერს თუ ჩვენ ჩავყვებით და ჩაყოლა არის ჩვენი აზრით ამ არჩევნებში, ამ პირობებში მონაწილეობის მიღება, ეს იქნება ამ არანორმალური მდგომარეობის ნორმალიზაცია. რაც საბოლოო ჯამში არ წაგვიყვანს კარგი მიმართულებით და კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევს ადამიანების. ეს არის ჩვენ ისიც გვჯერა, ხო და ეხლა იმისთვის რომ ისე მორიგი იმედგაცრუებისთვის გავწიროთ ადამიანების და მოსახლეობას და ჩვენთავიც და ამით რა ვიცი კიდე ერთხელ დავანახოთ სოფლიოს რომ ოცნება აქ არჩევნებს აყალბებს და მიტაცებული აქვს ძალაუფლება, რაც უკვე მე მგონი ყველამ დაინახა და ყველა საერთაშორისო დოკუმენტში ეს აისახა, აღარ მგონია ამის კიდე ერთხელ დადასტურება საჭირო და აუცილებელი და მგონია რომ უნდა გავაგრძელოთ აი ეს თანამშრომლობის და ეს რაღაცა პრინციპული წინააღმდეგობის ხაზი და საბოლოო ჯამში ოცნებისთვის ეს იქნება უფრო მეტი პრობლემა ვიდრე ისე ჩვენ შევიდეთ ამ არჩევნებში. კი ბატონო. არა რატო არ არის შეთვის ეს ძალიან მოკლედ ვიტყოდი, ეს არგუმენტი არის ერთ-ერთი შესაძლო ოფცია, ანუ რომელიც შეიძლება დასრულდეს ფრუსტრაციით. კი, ანუ მიიღო მონაწილეობა, იქ ვერ მიაღწიო წარმატებას, გააყალბოს ისევ, თან ახლა კიდე სხვა მიზეზებიც იყოს და რაღაც ფრუსტრაცია შესაძლო ოფცია. ოღონდ ეს არის ერთ-ერთი და არა გარდუალი. ხა ეს წინასწარ გარანტირებულად იმის თქმა, რომ ყველა ვარიანტი ასე იქნება, ეს თორე რთულია და ვერავინ ვერ იტყვის ხვალ რა იქნება, იმიტომ რომ კაცმარიძე შეიძლება სულიად შემთხვევითი ფაქტორი გამოხდეს, რომელსაც ააღიროს თელი სიტუაცია. სამი თუ გვაქვს წინას. მე გამოდივარ რამდენიმე იმიდან. ჯერ ერთი მე საერთოდ პრინციპულად მიმაჩნია, რომ არჩევნების ბოიკოტი გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არის ძალის დემონსტრირება და არა რაღაცა ესეთი დისიდენტური, მორალისტური პოზიცია. დისიდენტებში და ტოტალიტარულ სახელმწიფოში არჩევნები არც არის. არ ტარდება პრაქტიკულად, ხო? ანუ ოპოზიცია მაგას ამბობს, ახაც არ ტარდება რა, ფორმალურად ტარდება. ეს არ არის, ეს შეფასება და სუბიექტური დამოკიდების ფაქტი არ არის, ეხლა. ფაქტი არის, ოდესაც ჩატარდება და ნახავ რომ გააყალბა. აი ეს არის ფაქტი. არა, ჩატარებული, კაცო, ის რომ ჩატარდა, იქნებ ეხლა არ შვება, არ ვერ შვება. არა, არ ვიცით, ხო, შენ ასე გონია. და მე მგონია რომ გააყალბებე კი, მაგრამ როგორი იქნება ეს გაყალბების ხარისხი? რატო ხარ დარწმუნებული რომ იქნება ან ასეთი ან ის არ ვიცით ეს ჯერ. ეს ჩვენზეც არის დამოკიდებული, დასავლეთის ზეწოლაზეც არის დამოკიდებული, კონjunქტურაზეც არის დამოკიდებული, რამდენად ჭირდება ხელისუფლება, ბევრ რაღაცაზეა. ანუ ეს არის ბრძოლის ველი, იგივე მოთხოვნები რომ შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა, მაგრამ ამას თავი დავანებოთ ჯერ. ეს ერთ-ერთი მიზეზია. მეორე ერთ-ერთი თავარი მიზეზი, საერთოდ ბოიკოტში თუ ძალის დემონსტრირება არ არის, ეს არის უძლურების დემონსტრირება მაშინ. ანუ შენ თუ ვერ ახერხებ პრინციპულობის დემონსტრირება. არ არის ეს პრინციპულობის დემონსტრირება, ძალიან ადვილი გამოსავალია ჩემი აზრით. თუ შენ არ ხარ და ვერ უწევ წინააღმდეგობას ხელისუფლებას, ანუ ჩაშლას ვერ ახერხებ არჩევნებს, რომ გადააფიქრები რომ ჩაშალო. მაშინ გამოდის რომ გახვედი ბრძოლიდან, იმას დაუტოვე ბურთი და მოედანი და აჰა რაც გინდა კენეობნები და ის რას იზამს? გაყალბების გარეშე ატარებს არჩევნებს, არ ჭირდება. ხო, არჩევნები კონკურენტული ვეღარ იქნება. ნუ გასაგებია კონკურენტული არ იყო, აღნიშნავს ამას ეუთო, რომ არ იყო ეს კონკურენტული. არც იმდენად. უფრო მეტად თავი ფაქტორია, რომ მოიგებს პატიოსნად. მათ შორის ახლა ის მოახერხებს, იქ წვრილი პატიები იყვნენ. იმოახერხებს, რომ კიდე იქ მაჟორიტარებში ვიღაც ოპოზიცია უკვე ამას ჩალიჩი მიდის, რომ ვიღაც ოპოზიციურად განწყობილი ტიპები დამოუკიდებლად მაჟორიტარად იყარენ კენჭი. თქმა ეცოდინებათ, მაგრამ ეს ანიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპში დაჯდება ყველგან, მათ შორის სიტყვაზე ნოშიკო ნამორაძის თუ კალაძე არ იყრის, კენჭი რაღაცა ნოშიკო ნამორაძეს დაგისვამს თბილისის მერად, ისე რომ ჩვენ კიდე ვიყრებით და შევხედავთ და ხმას ვერ ამოვიღეთ. ანუ ბრძოლაშიც კი არ შევდივართ. ეს არის ერთ-ერთი და თუ რამე გამოიწვევს ფრუსტრაციას, გამოიწვევს სწორედ ეს. იმიტომ რომ დავამთავრებ რა. არც ერთი, გარანტირებულად შემიძლია გითხრა, დასავლეთის სახელმწიფო, არც ერთი. არც ევროკავშირი, არც მით უმეტეს ამერიკის ეს ადმინისტრაცია. არ იტყვის რომ წადით ბოიკოტში და შედით ბოიკოტში და ხარს არ დაუჭერს ხარს ბოიკოტს. პირიქით მოხდება დიდი ეჭვმა, მოგვიწოდებენ რომ წახვიდეთ და
მივიდეთ ამას ვარ გააკეთებ. ეხლა სინქრონის დარღვევა ჩვენს ქმედებებსა და დასავლეთ შორის ეს იქნება ძალიან ცუდი. შემიძლია კიდევ ბევრი ვილაპარაკო. ბევრი არგუმენტი გაიყვანა, მაგრამ კიდევ ერთი არგუმენტი რაც არის აქეთ მხარეს, რომ აი თბილისში რაღაც გაყალბების დიდი ქალაქების მოგება ხო, დიდი გაყალბების პრობლემები ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნებზე იქნა თბილისის მერი წავარდა. თუმცა მე რა კიდევ ვიტყვირს და მოვჩენ. მე არ ვარ ილუზიები არ მაქვს. არ მაქვს იმის იმედი რომ მაინც ყველას გადავათქვევ, უფრო მეტად შესაძლო სცენარი ის გონია, რაც დღეს დავწერე Facebook-ში, იმას რომ კერძოდ ის რომ ნაწილი მიიღებს მონაწილეობას, ნაწილი არ მიიღებს, მე ის ვინც არ მიიღებს მონაწილეობას იტყვის რომ აი ეს მოიგებს რა თქმა უნდა ოცნება ამ არჩევნებს, ასე მათ შორის თბილისშიც, მე იტყვის რომ ერთი ნაწილი იტყვის რომ მეორე ნაწილის ბრალია ყველაფერი, მეორე ნაწილი იტყვის რომ ამის ნაწილია და აი ფრუსტრაცია მაშინ იქნება ჩემი აზრით. ამიტომ მირჩევნია თუნდაც ჩემ პოზიციის საწინააღმდეგოდ იყოს ერთიანი პოზიცია, ვიდრე იყოს აი ეს რაც მოხდება. ყველაზე ცუდი არის ეს. მოკლედ ამ ყველა არგუმენტზე და თბილისის მოგებაზე რა აზრია? ხო, აი ეს პარტიაში თქვენთან რას ფიქრობენ? ხო, ნახეთ, აი ეს დიდი ქალაქების მოგება, ეს თეორია არსებობს, ეს 20-21-ში არსებობდა, სხვა შორის 20-21-ში. კი, მაგრამ ცოტა დააკლდა. მაგალითად, ხო, მაგალითად გიორგი კირთაძეს ბათუმში იმაზე, ანუ რამდენი ხმაც გაუბათილეს, იმაზე ნაკლები ხმით წააგო მეორე ტურში კანდიდატთან, რაღაც 1200. ხო, აი გაბათილება დაგვაუწყდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მეთოდი გაყალბებისთვის არის კონკურენტის ხმებს აბათილება. 1200 ხმით მოუგო, თითქოს იმ ჩიქოვანმა, ადეიშვილის ყოფილ მოადგილემ კირთაძეს. მეგის კარდავას. ხო, მეგის კარდავას. და 2000 ხმა იყო გაბათილებული კირთაძის ხმების უყოლა. ანუ იგივე მოხდა რაღაც ქუთაისშიც და ზუგდიდშიც, ძალიან მცირე სხვაობა, 2000 ხმიანი სხვაობა იყო და იქაც ჩხოროწყუშიც კი იგივე იყო, სადაც რა 200 ხმით მოიგო ოცნების კანდიდატმა და 500 გაბათილებული ხმა იყო და 400 ადამიანი გადასატან ყუთში იყო საერთოდაც, საიდანაც 95%-ს მოკლედ თბილისზე ჩვენ ოპოზიციამ რო იცის რომ თბილისის მოგება მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამაც ხო იცის. ანუ არ დათმობს. გარდა ამისა, ვერკეტი აქვს უამრავ. დათმობს ასე ვიღა. ვერკეტები აქვს. გარდა ამისა, ამ ოცნების ამ რიცხვებით თუ ვიჭერთ, ოცნებამ თბილისში რამდენი პროცენტიც აიღო, ეს არის 42%. იგივე აქ აღებული 2021-შიც, 2020-შიც და წინა წლებში, ანუ ოცნება, აი ხა ჩვენ თუ ოცნების ციფრებს დაუჯერებთ, ოცნებას თბილისში ხმები არ მოკლებია და არ მოკლებია, რა ქვია, რეიტინგი და ოცნება ამ რეიტინგით ახერხებდა პირველივე ტურში გამარჯვებას, აი ამ манипуляციებით, ან მეორე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას, ხო თუ დაუჯერებთ ოცნების რიცხვებს და ახლა როდესაც საარჩევნო პროცესის მიმართ დობა საერთოდ წაშლილია, არათუ მოსახლეობას, არამედ თავად პარტიებს არ გვჯერა, რომ ამ პროცესში შესაძლებელი არის რაიმენაია დაისახოს იქ მოსახლეობის განწყობა, ეს 42%-ია, არათუ საკმარისი იქნება, არა მართლა აი აზრი არა აქვს უბრალოდ საკთან საკრებულოშიც ისე შეცვალეს ეს კონფიგურაცია მაჟორიტარების რომ გასაგები არის წინასწარ რომ ამ манипуляციებით აი ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებით და ამ უნდობლობით რაც ხალხში დათესეს ისინი მოახერხებენ ისევ ამ ძალაუფლების გამყარებას და ეს იქნება კიდევ უფრო მეტი ფრუსტრაციის გამომწვევი. ეხლა უნდობლობას თესავს სწორედ ეს ბოიკოტის კამპანია, იმიტომ რომ ბოიკოტის კამპანია აზრი არ აქვს და ეხლა მეტი არანდო. აზრი არ აქვს, მართლა არ აქვს აზრი უნდობლობა. თუ ასე ვიქენ თუ ამ განწყობით ვიქენ. ხო, მაგრამ 20-25-ში ამბობდნენ რომ მოდი თქვა ყველამ რომ აზრი აქვს და იძახა ოპოზიციამ აზრი აქვს ვერ გაგვიყვარდებენ, მაგრამ შედეგი ეგ კი არ იყო შეცდომა რომ მაგას იძახდა. შეცდომა არ იყო, მაგრამ შედეგი არ შედეგი იმიტომ იყო რომ ამ სწორ მესიჯს არ მოყვა სწორი შესაბამისი ქმედებები. იგივე ხმების გაკონტროლების თუ ან თავარი მაინც არის რომ დობა არ არის ადამიანებში. აი მაგალითად იგივე 2024 საარჩევნების წინაც კი ნიკამელი ეყვებოდა ხშირად რეგიონებში დადიოდა ძალიან ბევრს და მეც მასთან ერთად დავდიოდა ამ მეც შევსწრები ვარ ამას რომ ხალხი 2024-ის ზაფხულში არ პირებდა არჩევნებზე წასვლას, იმიტომ რომ მაშინაც კი უნდობლობა იყო არჩევნების მიმართ და მაშინაც კი რაღაცა ეს ნიჰილისტური განწყობები ჭარბობდა. მაგის მერე მოვახდინეთ რაღაცნაირად ოპოზიციამ დარწმუნება ადამიანების რომ მისულიყვენ არჩევნებზე. თბილისზე იყო და იმუშავა თბილისში და ახლაც იმუშავებდა და თუ იქნება შესაბამისი განწყობა და თუ არ არის ეს განწყობა და თუ არ გვინდა და რაღაცა საერთო კანდიდატურა შეთანხმებული ყოფილა. საერთო კანდიდატურა ვერ გადაწყვეტა. იცი რა, საერთო თვითონ პროცესის მიმართ არის ესეთი დიდი უნდობლობა, რომ როდ შევთანხმდეთ ყველაფერი ამაზე, მაინც აი ოცნება თუ გადაწყვეტს, რომ მაგალითად თბილისი აქვს ოცნება ხა 42% რატო აიყო თბილისში, იცით რომ არ იყო თბილისი მისი მთავარი საზღვრები, მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა, მაგრამ ნინო წმინდაში ერჩივნა 87% აიღო, ვიდრე მაგალითად საბურთალოზე
აიღო 55%, თორე თუ ოცნებისთვის საჭირო გახდება რომ თბილისში, ქუთაისში ან ზუგდიდში დაიწეროს ის რაღაცა პროცენტი, რაც საკმარისი იქნება გამარჯვებისთვის, ის ამას ამ манипуляციით და ამ პირობებში მოახერხებს. ასე ყოვლის შემთხვევაში თუ წარმოადგენს ყოვლის შემთხვევაში არა, ჯერჯერობით მას რა ის დათმობები ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა არის აი მორალური უპირატესობის შენარჩუნება, მასთან არათანამშრომლობა და ის არალეგიტიმურობა, რაც მას აქვს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ამის შენარჩუნება და ამის გაღრმავება. ჩვენ ვერ ვიტყვით რომ ოცნება ეხლა არის კომფორტულ მდგომარეობაში. არც ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით არც ქვეყნის გარეთ. არ აქვს ვერ გაარღვია მან ეს იზოლაცია. განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაარღვევს აი არჩევნებში რომ მოიგებს ყველა. რონაიეთ ეს ხო არჩევნები არ იქნება თუ ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ის არჩევნები არ იქნება. ჩვენ ხო არ წყვეთ ამას. ამას წყვეთს, გადაწყვეტს ის ამერიკის ადმინისტრაცია. ყველა საერთაშორისო საერთაშორისო თუ წესიერად აგერ ამერიკელი სენატორი შეხვდა დღეს ყობახი. თუ წესიერად ჩაატარა ამერიკის სენატორი შეხვდა, ოღონდ ის გზავილი გადასცა, რაც ყობახისთვის კარგი მოსასმენი არ უნდა იყოს. ეს გასაგებია. ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში, ხო ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ასე არის. რაც განცხადება გააკეთა ამ სტივ დეინსმა, იქ ისეთი არაფერი არ არის ახლა რაც შეიძლება ხელისუფლებისთვის. ნუ ეს დიპლომატიური ძალიან მარტივად. აგერ საელჩოს ხო იცნობთ ხალხს. ვიკითხეთ ერთი ამ არჩევნებთან დაკავშირებით რა აზრი აქვს. აი ეგეც მინდოდა რომ მე თქვა 2021-ში ნამდვილად იყო და 2022-ში საელჩოების და საერთაშორისო მეგობრების ზეწოლა რომ პარლამენტში შედით, არჩევნებშიც მიიღეს მონაწილეობა, წაართვით ქალაქები, მაგრამ ახლა ეგ განწყობა ნამდვილად არ არის. ვისთანაც ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და ვისთანაც ჩვენ რაღაც ამ საკითხს ვისაუბრია, ვერავინ ვერ გეუბნება და ვერავინ ვერ იძლევა იმის რაღაცნაირად გარანტიას, რომ ეს იქნება ნამდვილი არჩევნები და შესაძლებელი იქნება. არც მე მინდა დავადასტურებ, რომ ეგ ზეწოლა ნამდვილად არ არსებობს დასავლური სახელმწიფოების და ზეწოლას ჭყალებში ვიძახი. ანუ არ არის, მაგას არ გეუბნებიან, რომ ეგ გააკეთე. გასაგებია, რომ ეხლა ბოიკოტში შედიო, არც მაგას არ გეტყვიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამაზე ერთი აზრი არ არსებობს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და მათ ელჩებში, რომ დაინახეს თვითონაც დაინახეს, რომ ის რაც ჩატარდა არჩევნები არ იყო და იმის მერე კიდე გავუარეს და მდგომარეობა და როგორ გეტყვიან რომ მიდი ეს გააკეთეო. საერთოდ ეხლა ასე არ ხდება. თურქეთის სცენარი იყო ძალიან ისეთი ხოლმე რომ აი სტამბული წაართვით, აი როგორც სტამბული, იზმირი და ისინი წაართვეს და ეხლა ისეთი გააკეთა იქაც იქაურმა მართველმა პარტიამ ხო ეს დაიჭირეს იმამოღლუს საერთოდ და კაც 10 მილიონმა კაცმა მისცა ხადა ციხეში ჩასვეს იმის გამო რომ ას დიპლომი არ ქონდა თუ რაღაც ისეთი რაღაც მოხდა რომ ეს არგუმენტიც კი რაღაცნაირად ისეთნაირად შესუსტდა ეხლა რომ ვერავინ ვერ გვეუბნება მაგას და ვერ იძახის რომ შედით და რაღაცა წაართვით ქალაქი იმიტომ რომ ჯერ რომ ამ სისტემაში წარფება შეუძლებელია სანამ ოცნება რამეს არ შეცვლის და რა ოდნავ ნორმალური რა გახდებოდა მე მეორე გარანტიაც არ არის რატო უნდა შეცვალოს თუ ვერ ებრძვი და თუ შენ გარეთ ზუსტად პირიქით რატო უნდა შეცვალოს ოცნებამ რამე თუ შენ უკვე მზად ხარ რომ შეხვიდე ამ არჩევნებში შენ თუ მზაობას აცხადებ რომ ნორმალიზაციას გაუკეთებ ამ ყველაფერს ნორმალიზაცია არ არის ეგ არის ბრძოლაში შესვლა და არა ნორმალიზაცია ბრძოლაში არჩევნებში ახლა ნუ ის რო არის თანამშრომლები ბრძოლაში მიგანკარდიო არ გაქრება ასე რა. არა, გასაგებია, მაგრამ აი, ნახეთ, ეგ არგუმენტი არსებობს. რევოლუციას თუ აკეთებ, ამას სხვა ის უნდა. რევოლუციას ესე ვერ დაგეგმო და ვერ გააკეთებ, არა. აი, ზუსტად მაგას უპასუხები და მორჩები, რომ ის რომ ოცნება რამეს არ შეცვლის, მაგის გარანტია ეს არის, რომ უკვე მზაობას აცხადებენ ვიღაცები, მათ შორის გახარიეს პარტია და თუნდაც გლილო და სხვები, რომ შემოვდივართ ამ პირობებში, ყოველგვარი პირობების ცვლილებების გარეშე და ჩვენ მზადვართ, რომ ამ ყველაფერში მონაწილეობა მივიღოთ. ოცნებას ახლა სჭირდება ლეგიტიმაციის განახლება. ის რომ ადგილობრივ არჩევნებში რაღაცა მონაწილეობა ამ პარტიების მას ლეგიტიმაციის რაღაცა კონტურებს არ მისცემს და ახმებს არ გაუჩნდეს მოსახლეობას, რომ აი ეს ეფექტური მთავრობა და ატარებს არჩევნებს და ლეგიტიმურია, მე მაგას და ჩვენ მაგას არ ვეთანხმებით, იმიტომ რომ ხო ზუსტადაც მას სჭირდება კიდე ერთი არჩევნების ჩატარება რაღაცნაირად, რომ აჩვენოს, რომ აქ ეფექტური კონტროლი აქვს, ოპოზიციას რაღაცნაირად დათანხმდა ამ პირობებს და ამიტომაც არც არაფერს არ შეცვლის ამ არჩევნებით ხელახალ ლეგიტიმაციას მიიღებს და რაღაცნაირად კიდე 3 თუ 4 წელი როცა უწევს შემდეგ არჩევნები იქნება და იქნება ეს არის მას დასავლეთში ესე კიდე დრო გადავაჭარბე